წელს ხვამლის ექსპედიციამ რუსთაველის ფონდის გრანტი მოიპოვა ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების დარგში და ახალი ძალით გააგრძელა ხვამლის გამოკვლევა. მთელი წლის განმავლობაში ამინდი ჯერვეულობდა, რამაც ექსპედიციას გარკვეული სიზნელეები შეუქმნა. გადაუღებელი წვიმები ჯიპებისთვისაც კი გზას თითქმის გაუვალს ხდიდა. ხვამლი ამინდის ღმერთის ელიას სამფლობელოდ ითვლება. ორხეობას შორის ამოზიდული დომინანტი მასივი განაპირობებს ამინდს მთელს რეგიონში. ექსპედიციის მიზანს ხვამლის ზედა ტერასის დაზვერვა წარმოადგენდა. გეოლოგები ვარაუდობენ, რომ ხვამლის მასივში განივად უნდა იყოს უზარმაზარი ცარიელის სივრცე. ჯერჯერობით, მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, მისი შესასვლელის პოვნა ვერ მოხერხდა. გამოდარებისთანავე ექსპედიციამ უფრო ზემოთ ხვამლის თავისკენ გადაინაცვლა და იქ დაბანაკდა. ცოტა უდედი დასვენების შემდეგ კი გამოქვაბულების და ნაპრალების დაზვერვა გააგრძელა. აქაც თითქმის ყველა მღვიმე ჩახერგილია და ხშირად დათვებს აქვთ ბუნაგად გამოყენებული. ასე ხარაკო დათვებს შევეწარმო.
ხვამლის ექსპედიციის ერთმა ნაწილმა გამოდარებისთანავე ხვამლის მასივს ქვემოდან მოუვარა და ტერასის დათვალიერებას შეუდგა. მთელი ზეგანი მცენარეებითაა დაფარული და ხშირად თითქმის გაუვალია. ექსპედიციის მიზანს იმ ჰიპოთეზის შემოწმება შეადგენდა, რომელზე მინიშნებასაც არგონავტების მითი გვაძლევს. მედეა, რომლის სახელით საერთოდ მედიცინის აღმნიშვნელ სიმბოლოდ იქცა, ცხოვრობდა ქალაქ ვანში, რომელიც ქუთაისიდან ჩრდილოეთით მდებარეობდა. სავარაუდოდ მედეას იქ ტერასებზე სამკურნალო მცენარეების ჯადოსნური ბაღები ჰქონდა. ხვამლის კლდის ძირში ახლაც არის ნასოფლარი ვანის ჭალა, რომელიც სამხრეთის კალთაზეა შეფენილი. შქერის ტყეში უზარმაზარი ლოდები ლიანებს დაუფარავდნენ. ამ გასაოცარი გიგანტური ზომის მონოლითზე კედლების ნაშთებია შემორჩენილი. კარიბჭის ფორმა და მშრალი ქვის წყობის კედლები გვაფიქრებინებს, რომ იგი უძველეს დროს უნდა იყოს აგებული. გაურკვეველი დანიშნულების კედლები კილომეტრებზე გრძელდება და შქერის გაუვალ ჯუნგლებში იკარგება. მიტოვებული ტერასები ხვიარა მცენარეებს დაუფარავენ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა ყველაფერი გაველურებულია, სპეციალისტების შეფასებით აქ სამკურნალო მცენარეების ნამდვილი ელდორადოა. იქნებ მართლაც ამ ადგილას იყო მედეას სასახლე. იქნებ აქ დაამზადა მედეამ პრომეთეს სისხლის წვეთებზე ამოსული მცენარისგან ჯადოსნური წამალი და იასონს გადასცა. ხვამლის ექსპედიცია კვლავ დაუბრუნდება ამ საკითხს და შეეცდება დეტალურად გამოიკვლიოს შემორჩენილი არტეფაქტები. ხვამლის მთას ლეჩხუმელები თაყვანსცემენ როგორც ამინდისა და ჭექა ქუხილის ღმერთის სამყოფელს. გარშემო მაცხოვრებლები, საიდანაც კი ხვამლის დანახვაა შესაძლებელი, მისი მიხედვით სასურავენ ამინდს. აქაურობა უცნაური ფორმების სიუხვით გამოირჩევა. ეს ვეება ლოდები ხელოვნური ქანდაკებების შთაბეჭდილებას ტოვებს. ხვამლის თავზე ადრე არსებული ნაგებობის საძირკველზე მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებული მცირე ზომის ხვამლის წმინდა გიორგის სალოცავი დგას. ზედაპირული დათვალიერებითაც კი თვალნათლივ ჩანს კედლის ნარჩენები, რომლის გაწმენდის შემდეგაც მშრალი წყობით დალაგებული დიდი გათლილი კვადრები გამოჩნდა. ზუსტად სალოცავის აღმოსავლეთ ღერძზე კი ქვის ტრაპეციული ფორმის კარიბჭე აღმოჩნდა. მსგავსი ფორმის კარიბჭე ძველი სამყაროს ძეგლებზე ეგვიპტესა და ახლო აღმოსავლეთში გვხვდება. ამჯერად მხოლოდ მისი გაწმენდა მოხერხდა. ყველა კითხვაზე პასუხს კი ხვამლის თავზე სრულყოფილი არქეოლოგიური გათხრები გაგცემს. როგორც ადრე აღვნიშნეთ, უძველეს ხანაში ყველაფერი ასტრონომიასთან იყო დაკავშირებული. ხვამლის კლდე უკვე შევადარეთ გველეშებს, რომელიც ოქროს საწმის დარაჯობდა. ასტრონომიულ ცოდნასთან კავშირს კი ეს ხელსაწყო სექსტანსი მიგონიშნებს, რომლითაც სწორედ ასტრონომიული გამოთვლები წარმოებდა. ხვამლის თავზე ნაშთების გეგმა გვაფიქრებინებს, რომ ალბათ საქმე უძველეს ობსერვატორიასთან გვაქვს, სადაც ქურუმები ვარსკვლავებზე და პლანეტების მოძრაობაზე დაკვირვებას ახდენდნენ. მისი რეკონსტრუქცია სავარაუდოდ ასეთი სახისაა. კომპლექსის გეგმა მხარეების მიხედვით მკაცრად არის ორიენტირებული. საინტერესოა, რომ გარეგალავანის მოხაზულობა ზუსტად იმეორებს ირმის ნახტომის ცაზე თვალითხილულ ფორმას. ცნობილია, რომ ქურუმები ირმის ნახტომს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ. შეიძლება სწორედ იმიტომაც, რომ ირმის ნახტომი ჩვენი გალაქტიკაა.
ასტრონომების მიერ დადგენილია, იგი სპირალური ფორმისაა და მის ერთ-ერთ მკლავში, რომელსაც ორიონის მკლავი ეწოდება, განთავსებულია ჩვენი მზის სისტემაც. ხვამლის კლდეზე მიჯაჭულ პრომეთესთან კიდევ ერთი ძველბერძნული მითია დაკავშირებული. ეს არის ძროხად ქცეული იოს ისტორია. მისი ამბავი მოთხრობილია ესქილეს პოემაში მიჯაჭული პრომეთე და ოვიდიუსის მეტამორფოზებში. მითის მიხედვით ზევსმა იო შეიყვარა და შემდეგ ძროხად აქცია, რათა თავისი ცოლის ჰერასგან დაეფარა. ჰერამ მიხვდა ყველაფერს და ზევსს მისი ჩუქებას თხოვა. დარაჯად კი ასთვალა არგუსი მიუჩინა, რომელიც შემდეგ ჰერმესმა ზევსის დავალებით მოკლა და იო გაათავისუფლა. ჰერამ იოს ახალი განსაცდელი მოუვლინა კრაზანას სახით. კრაზანა ქვეყნიდან ქვეყანაში მიერეკებოდა დატანჯულ იოს. იო იმ კლდესთან მივიდა, რომელზედაც მიჯაჭვული იყო ტიტანი პრომეთე და რჩევას თხოვა. პრომეთემ უწინასწარმეტყველა, რომ მის ტანჯვას ბოლო ეგვიპტეში მოეღებოდა. იოც ეგვიპტისკენ გაეშურა. ნილოსის პირას ზევსმა იოს უწინდელი სახე დაუბრუნა. ეგვიპტეში ეყოლა მას შვილი ეპაფე. ისტორიიდან ცნობილია, რომ ეს არის პირველი მეფე გაერთიანებული ეგვიპტისა მენესი, იგივე ნარმერი, რომელიც დაარსებს ქალაქ მემფისს. ეგვიპტეში იოს შეესაბამება ხათხორი, ეგვიპტურ მითოლოგიაში ცის, სიყვარულის, ქალურობის და სილამაზის ქალღმერთი, რომელიც თავდაპირველად მზის ღმერთის, რას ქალიშვილად ითვლებოდა. უძველეს დროში ხათხორს პატივს სცემდნენ როგორც ციურ ძროხას, რომელმაც შობა მზე. ახალი სამეფოს პერიოდიდან ხათხორისა და ისიდას კულტი ერთმანეთს შეერწყა, რის შედეგაც იზიდა თავზე ძროხის რქებში ჩადგმული მზის დისკოთი გამოისახებოდა. ხათხორის კულტის ძირითადი ტაძარი იყო ქალაქი დენდერა. სწორედ აქ არის ცნობილი ზოდიაქო, რომლის საიდუმლო სასახსნელად მსოფლიოს მრავალი მეცნიერი მუშაობს და უამრავი თეორიები და ვარაუდებია გამოთქმული. ამჯერად ამ ზოდიაქოს ჩვენ იოს ისტორიის დასათარიღებლად გამოვიყენებთ. თითო ზოდიაქოს ასტრონომიული ეპოქა 2160 წელია. მზის გზის ხანგრძლივობა ერთ ზოდიაქოში. მუხლებზე დაჩოქილი ქალის ფიგურა ისიდაა. თუ ზოდიაქოს ცენტრიდან დაუშვებთ ხაზს, იგი ხარის ზოდიაქოში გაივლის და დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3200-3300 წლებს გვაჩვენებს. ეგვიპტის ისტორიიდან ცნობილია, რომ პირველი ფარაონი მენესი ეგვიპტეში გამეფდა ძველი წელთაღრიცხვის 3229 წელს. ზოდიაქო კი მართლაც ამ პერიოდს ადასტურებს. ეგვიპტის ისტორიის გვიანდელ პერიოდში ისიდას აიგივებდნენ სხვა ერების სიყვარულისა და სილამაზის ქალღმერთებთან, მაგალითად შუმერულ ინანასთან და მესოპოტამიურ იშტართან. ფარაონ ხეოფსის სტელა გვამცნობს, რომ სფინქსი ისიდას საკუთრება იყო. ნინევიაში იშტარის კარიბჭეზე თეთრი ძროხები და ლომებია გამოსახული. ასევე ფაფრიანი ძლომია ინანას იპოსტასიც. შეუძლებელი არ გავიხსენოთ კოლხური თეთრი, რომლის ერთ მხარეს გამოსახულია ფაფრიანი ძულომი, მეორე მხარეს კი ძროხის თავიანი დაჩოქილი ფიგურა. თუ მას დენდერას ზოდიაქოზე გამოსახულ ისიდას შევადარებთ, საოცარ მსგავსებას აღმოვაჩენთ. იგი თითქმის იდენტურია მასთან. ამ შემთხვევაში გარდა გარეგნული მსგავსებისა, მთავარი მაინც შინაარსობრივი მსგავსებაა. ყველაფერიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ კოლხურ თეთრზე გამოსახულია იო, იგივე ხათხორი, იგივე ისიდა. ამას ადასტურებს მონეტის მეორე მხარეს მისი იპოსტასი, ფაფრიანი ძულომიც. ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე მეტად უცნაურ ცნობას გვაწვდის კოლხების შესახებ. სესოტრისი გადავიდა აზიიდან ევროპაში და დაიპყროს სკვითები და თრაკიელები. აქედან მობრუნდა უკან სამხრეთისკენ და როდესაც მივიდა მდინარე ფაზისთან, იქ დატოვა თავისი მეომრების ნაწილი. მე არ შემიძლია დაზუსტებით თქვა თვითონ მეფემ დაასახლა ამ ქვეყანაში თავისი მეომრები თუ ხანგრძლივი ლაშქრობებით გაბეზრებულებმა თვითნებურად გადაწყვიტეს მდინარე ფაზისთან დარჩენა. ცხადია, კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე მანამდე მივხვდი, სანამ სხვებისგან გავიგებდი.
ამით დაინტერესებულმა დავიწყე გამოკითხვა როგორც კოლხიდაში, ისე ეგვიპტეში. კოლხებს უკეთ ახსოვთ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოტრისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავრემანები და ხუჭუჭთმიანები არიან, თუმცა ეს არაფერს ამტკიცებს. ხომ არიან სხვა ხალხებიც ასეთივე სახის. მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად საფუძვლიანია ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები, ეგვიპტელები და ეთიოპიელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინდაცვეთას. ეგვიპტელებისა და კოლხების მსგავსების კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამზადებენ სელისტილოს ერთნაირი წესით, ისევე როგორც ცხოვრების წესი და ენაც მსგავსი აქვთ. სენუსერტ მესამე, იგივე სესოტრისი, ეგვიპტურად ხაკაურა, ძველი ეგვიპტის მე-12 დინასტიის ძლევამოსილი და მეომარი ფარაონი. მართავდა ეგვიპტეს ძველი წელთაღრიცხვის 1878-1829 წლებში. მისი ხსოვნა როგორც ნახევარი მსოფლიოს ლეგენდარული დამპყრობლისა, ასწლეულების მანძილზე ცოცხლობდა და თავისი გამოხატულება ჰპოვა ბერძენი და რომაელი მწერლების ნაშრომებში. თანამედროვე მეცნიერები მის ლაშქრობას ჩრდილოეთში ფანტასტიკის სფეროს მიაკუთვნებენ. სესოტრისზე და კოლხეთზე ცნობას გვაწვდის პირველი საუკუნის ცნობილი რომაელი მხედართმთავარი, ისტორიკოსი და მეცნიერი გაიუს პლინიუს სეკონდიც. კოლხეთში მეფობდა აიეტის შთამომავალი საულაკი, რომელმაც მფლობელობაში მიიღო აურიცხავი მიწები. როგორც ამბობენ, მან მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის უზარმაზარი რაოდენობა როგორც სვანების ქვეყანაში, ისე თავის სახელმწიფოში, რომელიც ოქროს საბადოებით იყო განთქმული. აგრეთვე ყვებიან მის ვერცხლის სვეტებიან ოქროს პალატებზე, იმ აუწერელ სიმდიდრეზე, რომელსაც დაეუფლა ეგვიპტის ფარაონ სესოტრისის დამარცხების შემდეგ. 1952 წლიდან რაჭაში რიონის სათავეებში ბრილის სამაროვნის გათხრებს აწარმოებდა არქეოლოგიური ექსპედიცია გერმანე გობეჯიშვილის ხელმძღვანელობით.